მოგესალმებით, შაბათ საღამოს 9 საათზე პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დევიზი ცხოვრება თამაშია. 21 საუკუნის ნარკომანია, აზარტომანია. როგორ მიდიან ადამიანების სრულ კატასტროფამდე. აზარტული თამაშებისადმი შეუნელებელი და თავაწყვეტილი ლტოლვა. ადამიანი, რომელიც მზადაა ყველაფერი დაკარგოს, ოღონდ ითამაშოს. კაზინოში შეეული ხოლმე გული მიჩქარდება. შესაძლებელია თუ არა აზარტომანიით დაავადებულის განკურნება. ვახოს ანაიას რეპორტაჟი. აზარტომანია. აზარტომანია 21 საუკუნის ნარკომანია. რატომ ხდებიან ადამიანები დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე იმ დონემდე, რომ შემდეგ ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ იშოვონ ფული ნებისმიერი გზით, ოღონდ ისევ ითამაშონ და ასე გამუდმებით. აზარტულ თამაშებს უამრავი ადამიანის სრულ კატასტროფამდე მიუყვანია. როდის დგება მომენტი, როცა ჩვენ ვერ ვიცავთ ზღვარს და ხვდებით დამოკიდებული იღბალზე. რას გვიყვებიან ადამიანები, რომლებიც თავად არიან დაავადებული აზარტომანიით. აზარტომანები დღეს ვახოს ანაიას რეპორტაჟის რესპონდენტები არიან. მოსკოვში მუშაობდი ერთ-ერთ კომერციულ ფირმაში. და შემთხვევით შევედი იქაურ კაზინო მიწელიცაში. პირველივე შესვლაზე $100 მოვიგე. ძალიან მინიმალური დანახარჯებით. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო მაშინ ჩემთვის და ვიფიქრე, რომ თუ ყოველ საღამოს შევალ კაზინოში და $100 გამოვიდან, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი ჩემი ხელფასისთვის. მივდიოდი ხოლმე და ვიგებდი ამ ჩემ $80-100. და ერთხელ გადავწყვეტი ცოტა დიდი თანხა მომეგო. მახსოვს მაშინ რომ ფირმის ფული მქონდა, რომლის ჩაბარებას ვერ მოვასწარი და ეს იყო $1200 და მაშინდელი დროისთვის საკმაოდ სერიოზული თანხა იყო. მე დავიწყე ნაკლები რისკით თამაში რულეტკაზე. ძალიან ცოტას ვრისკავდი და დავიწყე ნელ-ნელა წაგება, ისე რომ $1200-დან ჩამოვედი $20-მდე. აქ მივხვდი, რომ კატასტროფაა სრული, გავედი ამ კაზინოს ტუალეტში, ცოტათი სახაზე წყალი შევისხი. და ვთხოვე იმ კაზინოს სულს თუ კაზინოს ღმერთს თუ ესეთი ღმერთი არსებობს საერთოდ, რომელიც აზარტულ თამაშებს განაგებს, რომ ოღონდ დამიბრუნე მეთქი ეს ჩემი $1200 და საერთოდ არ გავიხედავ კაზინოსკენ. და ამ $20 დავიწყე თამაში და ისევე ნელა რულეტკაზე, როგორც ვაგებდი, ისევე ნელა დავიწყე მოგება. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ზუსტად $1200-ზე ავედი და შევჩერდი. ისტორიები ერთმანეთს გავს, ყველაფერი უბრალო ინტერესით იწყება. კაზინოში, ტოტალიზატორში, პოკერ კლუბში დათვალიერების მიზნით შესული ადამიანი თუ პირველივე თამაშზე უმნიშვნელო თანხას მოიგებს, უჩნდება აზრი, რომ იღბლიანია და ბედი კვლავ გაუღიმებს. რაც მომდა იშმაკმაყურში ჩამჩურჩულა, რომ როგორ შენ დილის 4 საათამდე ითამაში და ნუ თუ $100 აქედან არ წაიღებ და მე გადავწყვიტე გამეგრძელებინა თამაში. და ზუსტად ასევე ნელა ჩამოვედი ისე $20-მდე, მე ის $20 წავაგე ბოლო დადებაზე და დამრჩა მხოლოდ მეტროს ჟეტონი. ეს ერთი მოთამაშის ამბავია, არსებობს უამრავი მსგავსი ისტორია, ზოგი უფრო მძიმეც და ტრაგიკული. როგორ მიდის ადამიანის სრულ კატასტროფამდე? რატომ უჩნდება მოთამაშეს მოთხოვნილება მოიგოს უფრო დიდი თანხა? აზარტული თამაშებისადმი პათოლოგიური დამოკიდებულება ფსიქიკურ დაავადებას წარმოადგენს. აზარტომანია, ანუ პათოლოგიური აზარტული თამაში არა, საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში, განსაკუთრებით გავრცელდა ბოლო წლებში, დაახლოებით 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც შეიქმნა კაზინოები, ტოტალიზატორები, სლოტ კლუბები და ასე შემდეგ. და ამჟამად უამრავი ადამიანი, ძირითადად მამაკაცები, თუმცა ქალები და ახალგაზრდა გოგონებიც საკმაოდ ხშირად თამაშობენ. როდესაც აზარტულ თამაშებში ეფლობა ადამიანი, მან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, დამოკიდებული არის თუ უბრალოდ ერთობა. მანამ ის უბრალოდ ერთობა ეს მის სოციალურ ქცევას და მის გარემოს არ აზიანებს, დამოკიდებულები თამაშებზე ხდებიან ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით ძუნწები და ზარმაცები არიან და სულ იმედი აქვს, რომ რაღაცა ბევრი ენერგიის დახარჯვის გარეშე შეუძლიათ გამდიდრდნენ. ხშირია შემთხვევები, როცა აზარტული თამაშებისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდან იწყება. ჩვენი რესპონდენტი ყვება, როგორ აღმოჩნდა ის ერთ დღეს ეგრეთ წოდებულ პოკერ კლუბში,
და როგორ გახდა სკოლის მოსწავლე თამაშზე დამოკიდებული. ერთმანეთს ჩვენ მეგობრობის თქო და პირველ დღეს რომ მოიგო, მე ჩვენს გაგვიჩნდა იმის სრული რომ იქნებ ჩვენც მოვიგეთქო და დაიწყო ეგრე ადრეული ასაკიდან 14-15 ასაკიდან როგორც გითხარით დავიწყეთ თამაში და დავდიოდით ხოლმე ყოველ დღე. გაკვეთილს 20 წელი ზოგჯერ თან სკოლის მე ისეთი დრო გქონდა ხოლმე თავისუფალი და მაგ დროს მივიდიოდი ხოლმე თამაში. ისე ხდებოდა რომ შეულებების ყურამდე არ მიდიოდი. თავიდან დავიწყეთ 100 ლარის თამაში და წავაგეთ და ამას კარი ან გვინდოდა რომ მოგვიგო ის წლიანი ფული და ამოვიდა ისე წავიდა რომ წავაგეთ 11000 ლარი 16 სასახში. მოზარდი რომელიც სკოლის მერე ყოველდღე უკვე ჩვევათ აქცეული რომ ყოველდღე სლოტ კლუბში წავიდეს და ვთქვათ ის მცირედი თანხა რასაც ვთქვათ მშობელი აძლევს ის დახარჯოს ის იქ ეს უკვე მტოხას მცირედი თანხა შეიძლება თქვენთვის არის ან ვიღაცისთვის არის მცირედი თანხა და ახლა რასაც მშობელი იმეტებს თავისი ბავშვისთვის ჯიბის ფულად ნუ ახლა ის რაღაცა თანხა არის იმ ბავშვისთვის ხო შეიძლება ძალიან დიდი თანხაც არის პირადად მისთვის და ეს ფაქტიურად გზად არის ესე იგი ჯიბის ფულს რასაც აძლევს მშობელი ასე ვთქვათ ლეგალურად რაც აქვს ის გაუშვას კაზინოში სლოტ კლუბში ესე იგი უკვე სერიოზული რისკის ქვეშ არის რასაკვირველია მოზარდი. Რა თქმა უნდა, იგი ყალიბდება, შეიძლება ითქვას, რომ ყალიბდება გემბლერად. Как в казино карты могут быть по-другому разложены? Ты что, дурак, блядь? Смотри, если я даже вот так вот. აზარტომანიას სხვანაირად გემბლინგს უწოდებენ და ის განიხილება როგორც ფსიქიკური აშლობის სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია პიროვნების ყურადღების მუდმივი ფიქსირება სათამაშო მოქმედებისადმი. დასაწყისში ასეთი სახის ქცევის მოტივი მსუბუქი ფულის შოვნაა. ფულს რო აგებდი მინიმალურ ფულს, მე გიჩნდებოდა იმის სურვილი, რომ მოგიგო რაღაც დიდი ფული, რომ იმ ფულით მე გეთამაშა რაღაც გექნა. ისე მხოლოდ თამაშზე იყავი, რომ სხვა არაფერი არ გაინტერესებდა. მაგრამ ხანახონია, როცა ვიგებდი ხოლმე, ვერ ჩერდებოდი ხოლმე, სულ თამაში მინდოდა ხოლმე და საბოლოოდ სულ აგებდი ხოლმე. მაგ დროს ვერაფერს ვერ აცნობ, ვერებს საერთოდ. ერთი სული გაქვს, რომ რაღაც ფული ჩაგვეცხელში და ითამაშო. რა ხდება ადამიანის ფსიქიკაში, რა არის აზარტულ თამაშებში ისეთი, რაც პიროვნებას დამოკიდებულს ხდის და რეალობის შეგრძნებას აკარგვინებს. აზარტომანიის მსხვერპლი უფრო ხშირად ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც ხასიათდებიან დაბალი თვითშეფასებით და დეპრესიისადმი მიდრეკილნი არიან. როგორც ვთქვათ, ნარკოტიკების მომხმარებელში არა, გარკვეულ თავის ტვინის გარკვეულ ცენტრებში ხდება ისეთ ნივთიერებების გამოყოფა ნარკოტიკის მიღებისას, რომელიც იწვევს აი ამ სიამოვნებას, არა, სიამოვნების განცდას. აი ასევე სწორედ პათოლოგიურ მოთამაშეში იმ დროს, როდესაც ის თამაშობს, არა, აი ამ ცენტრებში გამოიყოფა სპეციალური ნივთიერებები, ასე ვთქვათ, რომლებიც სეროტონინი, ნორადრენალინი და ასე შემდეგ და იგრძნება ეგრეთ წოდებული დამაჯილდოვებელი ცენტრი თავის ტვინისა, რის გამოც ის იღებს ძალიან დიდ სიამოვნებას. მიჩნეული არის, რომ აზარტული მოთამაშის დროს ყველაზე მთავარი ესეთი არსებითი მომენტი არის ფსონის დადების პროცესი. ფსონის დადების პროცესი. ნუ აი ფსონის დადების პროცესის დროს საერთოდ აი რა ხდება? რომ ადრენალინი გამოიყოფა ძალიან დიდი რაოდენობით, აი ესევე როგორც სხვა დამოკიდებულ პირებს, სხვა რამეზე დამოკიდებულ პირებს, აქვთ აი დიდი სიამოვნების მოლოდინი, ეს ადრენალინის გამოყოფა არაჩვეულებრივი განცდა და გარდა ამისა, არის ისეთი მომენტი, ასე ვთქვათ, აი ილუზია ხდება, ჭეშმარიტების მომენტის ილუზია, რომ აი ამ დროს ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ის აკონტროლებს ყველაფერს, რომ ისი კონტროლის ქვეშ არის სიტუაცია, გამიგეთ, რომ ის თავის ბედიღბალს აკონტროლებს სრულად. ადამიანები უფრო ხშირად სასიამოვნო ფაქტებს იმახსოვრებენ, ვიდრე უსიამოვნოს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა აზარტომანებში. ისინი ძირითადად იმახსოვრებენ თუნდაც მცირე თანხით გამოწვეულ სიამოვნებას, ვიდრე დიდი თანხის წაგებას. მაგრამ თამაში წარუმატებლობა მოთამაშე შეიძლება სუიციდის მცდელობამდეც კი მიიყვანოს. Несколько десятков тысяч, вот, и проиграл экзамен. ძალიან დიდ ხანს თამაშობდი, არაერთხელ მომიგია სოლიდური თანხა, თუმცა ორჯერ, სამჯერ მეტი წამიგია. ერთხელ კაზინოში რამდენიმე 1000 დავტოვე და წაგებამ ძალიან დამთრგუნა. იქიდან გამოვედი სახლამდე მისასვლელი ფულიც კი აღარ მქონდა. ტაქსის მძღოლმა დაინახა საიდან გამოვედი და სახლამდე ისე მიმიყვანა ფული არ მოუთხოვია. ისეთ ცუდად ვიყავი თავის მოკლა მინდოდა. სახლში იარაღი ყოველთვის მქონდა. მახსოვს მაგიდაზე 4 ტყვი აიდო. ერთი ჩავდე. იარაღის აფეთქელთან მივიდე და გავისროლე. იატაკზე დავარდი მეგონა რომ მოკვდე. როგორც აღმოჩნდა არ გავარდა. Оно сработало, ну осечка. 21 საუკუნეში აზარტომანია სერიოზულ პრობლემად იქცა. ამის მიუხედავად საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა ან რაიმე კვლევა, რომელიც მდგომარეობის შეფასების საშუალებას მოგცემს. საერთაშორისო მონაცემით თუ ვიმშელებთ, თამაში ჩართული ადამიანების 60%-დან 2-3% აზარტომანი ხდება.
ქალებისა და მამაკაცების ხვედრითი წილი თითქმის თანაბარია. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ და ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ ბაზარზე კიდევ ერთი ალტერნატივა გააჩინა – ონლაინ თამაში. ნებისმიერი სახის აზარტულ თამაში ჩართვა, ფსონის დადება და ამით სიამოვნების მიღება უკვე სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია. ისე საინტერესოდ არის ხოლმე აწყობილი თვითონ ეს ონლაინ პოკერის სისტემა, რომ იქ არ გრძნობ თავს მარტოდ. ჯერ ერთი ყავს გარკვეული მეგობრები ან რაღაც კლუბივით არის, სადაც იცნობ ამ ადამიანებს, ელოდები, რომელი როდის შემოვა, ვთქვათ, დაიწყებს თამაშს. საკმაოდ საინტერესოა ხოლმე და ჩამთრევი, ასე ვთქვათ, ეს ონლაინ პოკერი. გარდა იმისა, რომ საერთოდ კომპიუტერს აქვს თვითონ დამოკიდებულების გამოწვევის უნარი და ამიტომ ეს ორმაგი დამოკიდებულება გამოდის კომპიუტერული და უკვე აზარტული თამაშის მიმართ. აზარტული თამაშის მონაწილეებიდან რა თქმა უნდა ყველა პათოლოგიური დამოკიდებულების მქონე არ არის. ჩვეულებრივ ადამიანები თამაშს ძირითადად თავისუფალ დროს გართობისთვის მიმართავენ. იმის გამო რომ ესე ძალიან გიყვართ ეს თამაში, აი სურვილი თუ გიჩნდებათ რომ დავუშვათ წახვიდეთ თუნდაც კაზინოში და ითამაშოთ. ანუ ეს მომენტი ახასიათებს ამ პოკერს. ანუ ჩემთვის პირადად პოკერი არის სიამოვნების მიღება, გართობა და არა შემოსავლის წყაროდ გადაქცევა და ეს რაღაცები. მე მირჩევნია ვითამაშო მეგობრებთან ერთად, გავერთო მეგობრებთან ერთად და მივიღო სიამოვნება, ვიდრე სანერვიულად გავიხადო და ფული წავაგო ეს. თქვენმა მეგობრებმა ყველა მიციან პოკერის თამაში? ვინც არისო და ვასწავლეთ. იმიტომ რომ იჯდნენ და არაფერს არ აკეთებდნენ, ძალაუნებრივად ვიყურებდნენ და თან სწავლობდნენ. ჩეკ. ხო, ეხლა მეც ვუყურებ და ნამდვილად აზარტული თამაშია, იმდენად აზარტული, რომ დამაინტერესა და შეიძლება მეც ვისწავლო, ჩეკ. ოღონდ იმედი მაქვს, რომ არასდროს არ გავხდები დამოკიდებული და მით უმეტეს თანხაზე არასდროს არ დავიწყებთ თამაშს. წაიღე. არაფერი. სად გადის ზღვარი გართობასა და დამოკიდებულებას შორის? გემბლერებს უმეტეს შემთხვევაში სჯერათ, რომ პრობლემა არ აქვთ და თამაშს თავს ადვილად დაანებებენ. როდესაც ადამიანი მიიწევს ხოლმე, აი ხშირად მიიწევს ხოლმე კაზინოში, როდესაც აქვს უკვე მოთხოვნილება უჩნდება, რომ აი წავიდეს აზარტული თამაშით ითამაშოს, როდესაც აი გრძნობს, რომ აი ესეთი დიდი სურვილი აქვს, ფსონის დადების დიდი სურვილი უჩნდება ამ ადამიანს და როდესაც უკვე ახსენდება, რომ ეს აი მე კაზინო რა კარგია, ასე ამ დროს ალბათ ეს უკვე საგანგაშო არის. ზოგიერთი სახლს ყიდის, ზოგიერთი სახლებს ყიდის, რაღაცა ძალიან ბევრი ფული, ძალიან ბევრი შეხება ამ ფულთან, კრიმინალთან, ნიძლავებთან და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ძნელია, რომ ადამიანმა ამ შემთხვევაში აღიაროს, რომ დამოკიდებულია. პროგნოზი თუ რომელი ადამიანი გახდება თამაშზე პათოლოგიურად დამოკიდებული ძნელი გასაკეთებელია. თავარია საწყის ეტაპზე პიროვნებამ თავის, თანხის და დროის გაკონტროლება შეძლოს, რომ აზარტომანად არ ჩამოყალიბდეს. როგორ უნდა მივხვდეთ, არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი აზარტომანი დაავადებული? არსებობს მეცნიერულად შემუშავებული რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს. პირველი, ადამიანი აზარტული თამაშებისადმი შეუნელებელი და თავაწყვეტილი ლტოლვით გამოირჩევა. მრავალჯერადი წაგების შემდეგაც კი არ უნელდება გადაულახავი მისწრაფება, როგორმე მოიგოს, რევანში აიღოს და ამიტომ ფულის საშოვნელად არ ერიდება ავანტურასა და შანტაჟს. მეორე, კრიტიკის სრული დაკნინებით მოთამაშე ზრდის სათამაშო ფსონს, რითაც აღწევს ემოციურ აღტყინებას. და მესამე, ავლენს უკიდურეს გამღიზიანებლობას და მტრულ წინააღმდეგობას იმათ მიმართ, ვინც ურჩევს თავი შეიკავოს გაუმართლებელი რისკისგან. ეს არ არის ყველა პუნქტი. მეოთხე, მრავალჯერადი წაგების მიუხედავად აზარტი არ მცირდება. პირიქით, თამაშებში ჩართვის სურვილი კიდევ უფრო ძლიერდება. არ ერიდება სიცრუეს, რათა შეამსუბუქოს თავისი დანაშაულებრივი ლტოლვა აზარტული თამაშებისადმი. ეს მეხუთე პუნქტი. ამ ყველაფერს აქვს გაგრძელება, კრიმინალური ქცევები, ქურდობა, თაღლითობა, გამოძალვა და ასე შემდეგ. სათამაშო ფულადი სახსრის მოსაპოვებლად კეთდება ეს ყველაფერი და მეშვიდე, რისკი რომ ოღონდ ითამაშოს, იგი მზად არის ყველაფერი დაკარგოს, რაც მას ან მის ოჯახს აბადია, ოღონდ კი მოიგოს თამაში, თუნდაც იშვიათი მცირე თანხის მოგება აძლევს განუსაზღვრელ სიამოვნებას ანიჭებს ამ ადამიანს. მერვე, არსებითად უსაფუძვლო იმედი, რომ მას გამოუჩნდება ვინმე, რომელიც აღმოუჩენს დახმარებას დაგროვილი ვალების გადახდაში და ასე შემდეგ.
შესაძლებელია თუ არა აზარტომანი ადამიანის განკურნება, რა მეთოდებით შეიძლება თამაშზე დამოკიდებულმა ადამიანმა უარი თქვას ამგვარი ცხოვრების წესზე. შესწევს თუ არა ადამიანს ძალა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და აღარ ითამაშოს. ვინ შეიძლება აზარტომანს განკურნებაში დაეხმაროს? ამ კითხვებს რამდენიმე წუთში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენ სტუმარს დავუსვამთ. მანამდე კი ჩვენი მომდევნო რეპორტაჟი. სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აზარტომანი 1996 წლიდან ფსიქიკური დაავადებების სიაში ჩაწერა. მას თავისი აშკარად გამოხატული სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები აქვს. აზარტომანია განმარტებულია როგორც ძლიერი ლტოლვა აზარტული თამაშებისკენ. ის უვითარდება იმ ადამიანებს, რომლებიც ინტენსიურად დადიან კაზინოებში ან ფულის მოსაგებად თამაშობენ სხვადასხვა აზარტულ თამაშებს. გარკვეული პერიოდი მდგომარეობა შეიძლება არ დამძიმდეს, მაგრამ თუ ადამიანს აქვს თუნდაც მცირე მიდრეკილება ფსიქიკური აშლილობებისკენ, ის თავისუფლად შესაძლოა რომ დაავადეს აზარტომანიით. სიმპტომები კი შესაძლოა იყოს განსხვავებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან დაავადებას რამდენიმე სახის გამოვლინება აქვს. მოტივაცია შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დეპრესია, შეიძლება იყოს შფოთვა, გადატანილი სტრესი, ვთქვათ, მარტოობა და ერთ-ერთი მოტივი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე და არა და ამ მოტივზე სწორედ ფსიქოლოგია განსაკუთრებულად მიმართავს ყურადღებას, ეს გახლავთ ადამიანის სურვილი გაზარდოს თავისი მოტივაცია. ანუ გაიჩინოს ახალი ინტერესი, შეივსოს ვაკუუმი, ეგზისტენციალური ვაკუუმი, ასე ვთქვათ. და გარკვეული შინაარსი შესძინოს თავის არსებობას. აი ასეთ დროს სტიმულად მას ესახება ხოლმე აზარტომანს ესახება აზარტული თამაშები. ანუ ის იწყებს ის გატაცებული აზარტული თამაშებით, იმიტომ რომ ეგზისტენციალური ვაკუუმი ან სიცარიელე შეავსოს. აზარტომანიის მკურნალობის ორი მთავარი მიმართულება არსებობს: მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული. თითოეულს თავის მხრივ რამდენიმე მეთოდი აქვს. პაციენტს შეიძლება დაენიშნოს როგორც ანტიდეპრესანტები, ასევე სედატიური, ანუ საძილე მოქმედების წამლები. პირველ პლანზე ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ჩემი აზრით მედიკამენტოზური, მეორე აზრით პარალელურად ან ერთობლივად ეს რა თქმა უნდა ფსიქოთერაპია. რო დაუშვათ შევჩერდეთ ამ თეორიაზე, რო დაუშვათ აზარტომანი, ეს არის აფექტური პათოლოგია, მაშინ რა თქმა უნდა საჭიროა პირველ რიგში წამლის მკურნალობა. გააჩნია რა ფორმით ეს არის აზარტომანი გამოვლინდი. აუცილებლად უნდა მივიდეს სპეციალისტთან, უნდა ჩაიტაროს ფსიქოთერაპიული კურსი ადამიანმა, იმისთვის რომ მოხდეს აი ამ შფოთვითი მდგომარეობის დარეგულირება, შფოთვითი ფონის დაწევა, ასე ვთქვათ, მის დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლა, პიროვნული ზრდა უნდა მოხდეს და ძალიან ბევრი შიში, გაურკვეველი სახეობის შიში აქვს ხოლმე ამ დროს ადამიანს და ამის ყველაფრის მოგვარება და დაძლევა უნდა მოხდეს. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოთერაპიის ფონზე. მკურნალობის ფსიქოთერაპიულ მეთოდს ასევე რამდენიმე მიმართულება აქვს. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ თავად პაციენტის სურვილისა და მონდომების გარეშე მკურნალობა უშედეგო იქნება. თერაპიის, ასე ვთქვათ, ეფექტურობა პირველ რიგში თავად კლიენტის აქტიურობაზეა დამოკიდებული. ალბათ ამაში მე ყველა ექიმი დამეთანხმება. პირველი ნაბიჯი აზარტომანიის განკურნების გზაზე არის თავად პრობლემის გაცნობიერება. როდესაც კლიენტი, ადამიანი, აზარტომანი აცნობიერებს პრობლემას. რომ ეს არის მისთვის პრობლემა, ეს არის ახლობლებისთვის პრობლემა და შეიძლება ეს იყოს საზოგადოებისთვისაც პრობლემა. ხოჭურს ეს არც თუ ისე იულია. აი ამის ასე ვთქვათ, გაცნობიერება და ამის შეგნება. და შემდგომ უკვე აი ვთქვათ ნაბიჯ ხდება ამ პრობლემისგან განთავისუფლება. პირველ რიგში უნდა შეუშალოთ ხელი, რომ პიროვნება დღე და ღამე უკონტროლოდ თამაშობდეს. ეს პირველი არის. უამრავი არაფერი არ გამო. შემდეგ უნდა ავატყობს იყოს თვითონ დაინტერესებული მკურნალობაში. თუ არ იქნა დაინტერესებული, აბსოლუტურად არ გამო. ისეთია როგორც ლოთობის. ავლების ზურაბაშვილმა იცოდა ხოლმე ჩემო მასეებელმა. მე მოგარჩენ ლოთობისაგან, ხოლო შეგვინო არ გალიო. სამწუხაროდ აზარტომანიის ასაკი ბოლო წლებში ძალიან გაახალგაზრდავდა. ხშირად დაავადების შემთხვევები მოზარდებში და ბავშვებშიც კი. ისეთ ოჯახებში, სადაც ფოკუსირება ხდება ხოლმე მატერიალურ მდგომარეობაზე, სადაც მუდმივად ახმოვანებენ აზრს, რომ მატერიალური მომენტით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება, ესეთი ბავშვები უფრო მიდრეკილები არიან ამ აზარტული თამაშების მიმართ.
ქართველი სპეციალისტები ცდილობენ გაითვალისწინონ აზარტომანიის მკურნალობის დასავლური გამოცდილება. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ბევრ ქვეყანაში ამ დაავადების სამკურნალოდ სპეციალური კლინიკები და ცენტრებია შექმნილი. რეაბილიტაციის კურსი საკმაოდ ხანგრძლივია. 100%-იანი შედეგი კი მხოლოდ პაციენტისა და მედიკოსების მაქსიმალური მონდომებით მიიღწევა. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში და ახლა წარმოგიდგენ ჩვენ სტუმარს მარინა კაჭარავა, ფსიქოფიზიოლოგი. მოგესალმებით, ქალბატონო მარინა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. მოდი თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ იმით, თუ როგორ და რატომ ხდებიან ადამიანები აზარტომანები, რატომ ავადდებიან ამ დაავადებით. თქვენ სწორად შენიშნეთ, ეს მართლაც დაავადება აზარტომანია, ეს შედის ადიქციების ჯგუფში, ობსესიურ-კომპულსიური რეგისტრის დაავადება, ანუ ქართულად რო ვთქვათ, ეს არის აკვიატებული აზრი ან აკვიატებული ქცევა. ეს სხვათა შორის მას აქვს უამრავი ის ფაქტორი, რომელიც ყველა სხვა დაავადებას წინამძღვრება. ეს არის გენეტიკური ფაქტორები, ბიოსამედიცინო ფაქტორები, ეს არის სოციალური ფაქტორი, რომელიც ვთქვათ, რა ოჯახში იზრდება, რა სოციუმში იზრდება, ფინანსური ფაქტორები აუცილებლად, რომელიც ასევე ძალიან თქვენ ახსენეთ გენეტიკური ფაქტორი, თუ შეიძლება ეს განგვიმარტეთ, რა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვთქვათ, თუ მისი წინაპარი თამაშობდა, შეიძლება თვითონაც ამ დაავადებით დაავადდეს შემდეგ? თავისუფლად შეიძლება. რასაკვირველია, იმიტომ რომ საერთოდ ესეთი თამაში ადამიანისთვის არის სტრატეგია, ზოგისთვის ხდება სტრატეგია, ცხოვრების წესი. საერთოდ თამაში ბავშვისთვისო ძალიან მნიშვნელოვანია და თამაშით ის ემზადება მომავალი ცხოვრებისთვის, ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც მოზრდილი ადამიანი თამაშობს, ეს გახდა მისი უკვე ცხოვრების წესი და მისი, ასე ვთქვათ, სტრატეგია. ეს თუ ეს თამაში ხდება აკვიატებული და თუ ეს თამაში ხდება უამისოდ მას არ შეუძლია და ანუ პროცესით იღებს სიამოვნებას. იმიტომ რომ სიამოვნება შეიძლება ადამიანი მიიღოს შედეგით, შეიძლება მიიღოს პროცესით. აი ამ თამაშის პროცესი და ზოგჯერ წაგებას და მოგებას არ აქვს მნიშვნელობა მისთვის, ის მაინც თამაშობს. ანუ მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანი აქ არის თვითონ თამაში, ხო? ეს ყოველთვის ასეა, თუ აი მოსაგებად არ შედიან აზარტომანები, თქვა კაზინოი შედიან. არა, უკვე დაავადებული აზარტომანები. უკვე დაავადებული ადამიანი შედის მოსაგებად, ეს არის კომპენსატორული, მე ამაზე შემდგომში ვილაპარაკებ მექანიზმი, მაგრამ რასაკვირველია მას სიამოვნებს უფრო პროცესი, იმიტომ რომ ეს ხდება, მაიცით როგორ არის შეტევითი ფორმები არის, შეტევა აქვს პერიოდულად და ამ შეტევის დროს ის კარგად ვერ აცნობიერებს, მან უნდა 3-4 დღე და ღამე შეიძლება ითამაშოს. ერთი კვირა გადაბმულად, მანამ სანამ ყველა რესურსს არ ამოწურავს და მერე ეწყება გამოფიტვის ფაზა. ძალიან საინტერესოა, რა რესურსზე ლაპარაკი, ფინანსურზე თუ თვითონ ადამიანურ რესურსზე? ფინანსურზეც და ადამიანურ რესურსზე. აი, როდესაც ამოიწურება ფინანსური რესურსი, აი ამ შემთხვევაში რა ხდება? ისინი იცით რა არ ერიდებიან სესხებას, არ ერიდებიან ძალიან დიდი ვალის აღებას, იმიტომ რომ მათთვის იცით რა არის დევიზი გემბლერის, რომ ფული არაფერს არ წარმოადგენს თავისთავად, ფული უნდა დახარჯო და ფული არ უნდა შეაგროვო. აი ამით ბრავირებენ, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას. სხვათა შორის, ახლა მე გენეტიკურ ფაქტორს დაუბრუნდები კიდევ. დიახ, გენეტიკა ცდება ბიოლოგიას მხოლოდ. ბიოლოგიური გენეტიკა ყველამ ვიცით, არსებობს ფსიქოლოგიური, არსებობს სოციალური გენეტიკა, არსებობს ქცევითი შაბლონები, პატერნები, რომელიც გადმოეცემა ადამიანს გენეტიკურად, ერთი რომ ის იზრდება და ამას ხედავს და შეიძლება არ იზრდებოდეს და არ ხედავდეს, მაგრამ ალბათ გაგიგიათ, რომ ზუსტად ბაბუასავით ზის, ბებიასავით იცინის, თუმცა არ უნახავს არასდროს, ხო? ანუ აღმოჩნდა, რომ მართლაც ადამიანი ხშირად რაღაც სცენარს იმეორებს, ანუ რაღაც სცენარი გადმოდის და ამ სცენარში ის თამაშობს გაუცნობიერებლად იგივე როლს, რა როლსაც თამაშობდა, ვთქვათ, მისი წინაპარი. გარდა ამისა, პირდაპირ ბიოლოგიურ დონეზე არის სხვათა შორის მოწყვლადობა, რომ მიდრეკილება ამა თუ იმ ვთქვათ ადიქციისადმი, ადიქცია გახლავთ მიჯაჭვულობის დაავადება და ეს დაავადება ძალიან ფართო რეგისტრის არის. აქ არის როგორც ბიოლოგიური, ესე ქიმიური, ისე ქცევითი პატერნები, ქცევით პატერნებში შედის სწორედ გემბლინგი, იმიტომ რომ ბიოლოგიურში კვებით ეს ბულიმია, ანორექსია, ქიმიურში ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და ქცევითში შედის აი იგივე შოპინგი, მაგალითად ჩოპოგოლია, ქალების დაავადება გახლავთ, კლეპტომანია, ბუინგი, პირომანია, ცეცხლის მოკიდება, გაუწყლობა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა, იცით რა მომენტი გაბატონ მარინა, აი თვითონ თუ აქვთ ამისი აღქმა, რომ აი ადამიანი არის დაავადებული, ის თუ ამბობს თავის თავზე, რომ აი მე ვარ აზარტომანი, მე ვარ ავადმყოფი უკვე.
იცით რა, მაგას როცა იტყვის, თერაპია იწყება მაგით საერთოდ, იმიტომ რომ ეგ უნდა აღიაროს ადამიანმა, რომ არის დაავადებული. საერთოდ მე ისე რომ დავბრუნდე, არსებობს გენეტიკურ დონეზე, პირველ რიგში თავის ტვინის ფუნქციონირება, არსებობს ნივთიერებები, რომელთა დისბალანსი იწვევს პირდაპირი გაგებით სიამოვნებისაკენ ლტოლვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ აზარტული ქცევისადმი ან აკვიატებული ობსესიურ კომპულსიური ქცევისადმი მიდრეკილებას. მე არ დავიწყებ ახლა ამ ნივთიერებების დასახელებას, თუმცა დოპამინი, სეროტონინი, რომელიც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნეირომედიატორი თავის ტვინში, არსებობს ასევე გენურ დონეზე, ეს არის საკმაოდ იგივე მექანიზმი, რაც ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას და თამაშის აზარტომანიას, კერძოდ გემბლინგი, აი აზარტულ თამაშებს გულისხმობ მე, იმიტომ რომ ეს არის ზოგადად აზარტი არის ძალიან დიდი ენერგია და ეს ენერგია ადამიანს სჭირდება ნორმაშიც, იმიტომ რომ ამის გარეშე არც შემოქმედებითობა და არც სხვა შრომა და არც სპორტი არ არსებობს, ხო? მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც ადამიანი უკვე კარგად ვერ აცნობიერებს რას აკეთებს. იგივე მაგალითად არის დრომომანია, ვაგაბონდაჟი, ალბათ გაგიგიათ, თორსა ადამიანი წავა სახლიდან ერთი კვირა ხეტიალობს და აღმოჩნდება სადღაც იქ, სადაც არც უფიქრია რომ მოხვედრილიყო, ხო? ამ პერიოდში ის კარგად კი არა, საერთოდ ვერ აცნობიერებს. ამ გაგებით, ქალბატონ მარინა, შეიძლება ყველაფერს უწოდოთ აზარტომანია, რაშიც ადამიანი ასე ვთქვათ, ნორმას არავინ არ იცის ჯერ ეს ნორმა რა არის, მაგრამ ასაც აჭარბებს, ვთქვათ, თუნდაც თავის შემოქმედებით საქმიანობაში, ვთქვათ, პოეტია და არანორმალური ასე იგი საათების მანძილზე მუშაობს, ხო? ან მწერალი, ან ასე შემდეგ. ან თუნდაც ჩვენ ჟურნალისტები, რომლებიც ყოველთვის, როდესაც რაღაც მოვლენას უყურებთ ტელევიზორში, ყოველთვის თუ არის ესეთი ექსტრემალური სიტუაცია, ყოველთვის გვინდა რომ აი იქ ვიყოთ. ესეც აზარტომანია? პოლიტიკაში ჩართული ადამიანი, რომელსაც გამოსვლა არ შეუძლია იქიდან. თამაშის წესებია ყველგან. იქაც ხო თამაშობს ხშირად ადამიანი და გასაკვირველია ის რაც არის, ეხლა თქვენ კარგად ახსენეთ, ნორმა და პათოლოგიაში შორის ზღვარი პირობითია, მოდით ესე ვთქვათ, მაგრამ პათოლოგია არის დეზადაპტაცია, როდესაც ადამიანი ვეღარ არ ხერხებს ადაპტაციური რესურსის გამოყენებას. და პიროვნული ჩამოშლა მოყვება ამას ხშირად. იცით, აი, სხვაშორის, აი გემბლერის რა ტიპები არიან ისინი ბავშვობაში. ამბობენ, რომ ერთი მხრივ ისინი არიან ძალიან გახსნილი კომუნიკაციისადმი, ძალიან ჰიპერაქტიულები, რომლებიც აი უზრდელობამდე მისული ის რო არის, ვთქვათ, გახსნილობა ურთიერთობაში და მეორე სხვა შეიძლება იყოს ძალიან ჩაკეტილი. და საერთოდ ვერ ურთიერთობთ. და ეს კატეგორიები შეიძლება აზარტომანები გახდნენ მომავალში. მე იცით რა არის, ის არ მინდა ვინმე ისე გაიგოს, რომ ეხლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ყველამ ჩვენ თავში ეს თვისებები აღმოვაჩინოთ, მაგრამ აი ამ ფაქტორების ერთად თავმოყრა ხშირად იწვევს გარკვეულ რისკს. აქვე უნდა იყოს ოჯახური მოდელი, იცით რა არის, შეიძლება ბებიამ თამაშობდა კარტს, ან ვთქვათ, გადაფხიკე და მოიგე, არიან ქალები, რომლებიც ძალიან აზარტულები არიან. ნუ ქალები აზარტულები უფრო სხვა რამეში არიან, იგივე ეს არის უფრო შოპინგი, როგორც წეღან თქვი. თამაში მაინც მამაკაცების აზარტად ითვლება, იმიტომ რომ მსოფლიო სტატისტიკაში 90% მამაკაცია და 10%-ია ქალი. და სხვა შორის ქალს უფრო უჭირს გამკლავება ამ დაავადებასთან, ვიდრე მამაკაცს, ესეც შემიძლია თქვა. აი, თუ 13-14 წლის ასაკში მოზარდი იწყებს აზარტულ თამაშებთან კავშირს. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ხო, აი ეს მინდა გკითხოთ. არის დიდი შანსი, რომ ზუსტად ის გახდეს მოთამაშე ბოლოს? არა, ყველა მოთამაშე არ გახდება, ისევე როგორც ყველა ერთნაირად არ იქცევა. ჩემთვის საინტერესოა რა ასაკში ხდება ძირითადად ადამიანი აზარტომანი. მოდით ესე ვთქვათ, რომ რა უძღვის წინ, პირველ რიგში მითოლოგიზირებულია ეს, რატომ ახლა? ჩვენ ყველა ბავშვმა იცის, ამ ბავშვებმა იციან, რომ ვიღაცამ ძალიან დიდი ფული მოიგო ჯეკპოტი, მოხსნა და ვთქვათ, დღეს ძალიან ბედნიერია, სადღაც ცხოვრობს კუნძულებზე და არანაირი დარდი არ აქვს. ეს ძალიან დიდი ის არის, სხვათა შორის სტიმულია იმისთვის, რომ მეც ვცადო, ხო, იქნებ მოვიგო, რა ვიცი, იქნებ მე ვარ შემდეგი, ვინც ჯეკპოტს მოიგებს. ეს არის უშრომელი ფული, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული, ხო? აი, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ აი, რაღაც პრობლემები გვექნება, უკვე დამოკიდებული ხდებით, იმიტომ რომ მეტნაკლებად
ალბათ ყველას გვითამაშია ხო რაღაც თამაში ყველანი ვართ აზარტული მეტნაკლებად და ნუ ჩვენი მაყურებელი ვინც გვიყურებს ალბათ მათ უმრავლესობასაც რაღაც მეტნაკლები შეხება ქონია აზარტულ თამაშებთან ხო აი როდის უნდა მივხვდეთ რომ აი ცუდად არის საქმე და ახლა უნდა გავჩერდეთ სხვათა შორის მაგას როცა ხვდებიან უკვე გვიან არის ხოლმე ან ვერ ხვდებიან საერთოდ იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის აქვს ეგეთი აზრი რომ ხვალ დავანებებ ზეგდავა ეხლა ჩვენს გამოგვისწე ორშაბათიდან დიეტაზე გადავალ სამშაბათიდან თავს დავანებებ და ვერ ვახერხებთ ამას და ეს ადამიანები უკვე დაზიანებულები არიან იცით ეხლა თვითონ ხარაქტეროლოგიური თავისებურებებიც აქვთ მათ ლიდერობა უყვართ თქვა საკმაოდ მაღალი IQ აქვთ იცით აი მოთამაშეებს თვითონ 120-მდეა იგივე მათ აქვთ ორგანიზების ნიჭი ძალიან მაგრამ არიან ძალიან იმპულსურები ბოლომდე მიყვანა არ შეუძლიათ საქმის და თქვათ ერთ ადგილას გაჩერება უჭირთ თუმცა აი იმ სივრცეში რასაც ქვია კაზინო ან სათამაშო სადაც თამაში ხდება ალბათ მოგეხსენებათ რომ არ არის არც ფანჯარა არც საათი ეს თვითონ მათ მესვეურებისგან აიხსნება ხოლმე იმით რომ ადამიანი არ მოცდეს და თქვა სხვა რამეზე არ დაიწყოს ფიქრი მაგრამ რეალურად თამაშის დროს დაკარგოს დროის განცდა დაკარგოს ადამიანმა ადგილის და დროის განცდა რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხო ჯანმრთელი ადამიანისთვის სად ვარ როდი ვინ ვარ და რას ვაკეთებ ხო და ეს გაუთავებლად შეუძლია ითამაშოს ამ ადამიანმა მანამ სანამ რესურსი აქვს ეხლა ჩვენ წაგებაზე ვისაუბრეთ წეღანაი რო აგებს ხო ამ შემთხვევაში კიდევ და კიდევ უფრო დიდ ფსონს გამოდის ეს არის მისთვის კომპენსაცია მისი კაცობის მისი ვაჟკაცობის მისი ვთქვათ იგივე მამაკაცობის იმიტომ რომ ამბობენ ახლა ფსიქოანალიტიკურად ეს რაღაც სექსუალური ფაზებთან არის დაკავშირებული განვითარების ფაზებს გულისხმობ ნებისმიერი შეიძლება ითქვას აზარტომანიას და ნებისმიერი ადიქციაც იგივე ვთქვათ კრიტიკულ პერიოდებში ხალებს მაგალითად ეს არის პრედმენსტრუალური იქნება თუ ვთქვათ კლიმაქსური ამ დროს აქვთ არანორმალური ლტოლვა ეს არის ლტოლვა ჩვეულებრივი ლტოლვა რომელიც ყველა ჩვენთაგანს გაგვაჩნია ამა თუ იმ ნივთი იქნება თუ ადამიანისადმი თუ მოვლენისადმი მაგრამ გაასმაგებული და პირობითად რო ვთქვათ ეს თვით კონტროლის მოშლა. თქვენ გქონიათ ხო შეხება და გაქვთ შეხება აზარტომანებთან. აი ყველაზე საინტერესო რასაც შეეხეთ არის ეს მომენტი, როდესაც ადამიანი აგებს, კიდევ აგებს, მაგრამ კი არ უმცირდება ეს აზარტის შეგრძნება, არამედ კიდევ უფრო მეტად ერთვება ამ ყველაფერში. აი მინდა რომ ეს აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, ეს რა ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც წაგება არანაირ გავლენას არ ახდენს, პირიქით შეიძლება კიდევ უფრო მეტი წახალისება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. ნამდვილად. იცით რა არის, ის ვინც იგებს მას ხო აჯობა ესე გამოდის, მაგრამ ეს რით იჯობნის იმას, რომ მოგებულს მე ეშინია ფულის ჩამოსვლის, იმიტომ რომ მან მოიგო და ეხლა როცა დიდი ფული მოიგო, ის ყოველთვის ფიქრობს, ვაი თუ ეხა წავაგო და ურჩევნია ადგეს და წავიდეს. ამას ეს მომენტი არ აქვს, მას ის თამაშობს და საოცარი კომპენსატორული მექანიზმი ირთვება, რომ აი მან აჯობა მას, ვინც მოუგო. სამაგიეროდ ის უდიდეს რისკზე მიდის და ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, ნუ როგორ დიდხანს, ახლა დიფსომანია არის ესეთი, რომელიც არის ასე ვთქვათ, ალკოჰოლიკებს ჭირს, აი მოუვლის და უნდა დალიოს. ესე აქვთ ამათაც, მოუვლის და უნდა ითამაშოს ის გარბის სათამაშოდ და მისთვის ჩემთვის უთქვამ, ჩემთვის სულ ერთია მოვიგებ თუ წავაგებ. ჩემთვის თავარია ეს პროცესი, რომ მე უნდა ვითამაშო. და აი ამ შემთხვევაში კიდევ რას გეუბნებიან, თქვათ რა დამოკიდებულება უჩნდებათ მათი ახლობლების მიმართ, ოჯახის წევრების მიმართ, ამას ხომ ყველაფერს საბოლოოდ ძალიან კატასტროფული შედეგი მოაქვს ამ შემთხვევაში. ხო, აი როგორები ხდებიან ისინი ოჯახის წევრებთან მიმართებით, ან ოჯახის წევრები როგორი ხდებიან მათ მიმართ? ეს არის მართლა კატასტროფა, კარგი სიტყვა იხმარებთ და შესატყვისია ზუსტად ამ მდგომარეობის, იმიტომ რომ ეს ადამიანები აბსოლუტური გაუცხოება რა არის, იცით, ეს სიამოვნება, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გაგვაჩნია და გვაქვს სწრაფვა სიამოვნებისაკენ საერთოდ ადამიანებს, ესენი კარგავენ სიამოვნებას. ეს თამაში ანაცვლებს ყველა იმ ბიოლოგიურ სიამოვნებას, რაც თუ ფსიქოლოგიურს, თუ შემეცნებიც, რაც კი ჩვენ გამოგვიცდია. ამაში შედის ის ჭამა, სმა თუ სექსუალური თუ სხვა. მეცნიერულად დადგენილია, რომ ეს ნამდვილად ასეა. იმიტომ რომ სიამოვნების ცენტრი ზიანდება, პრაქტიკულად ეს დამაჯილდოებელი ცენტრი, რომელიც არის თავის ტვინში, ეს ზიანდება.
სხვათა შორის ეს ზიანდება ნარკოტიკის დროს თითქოს გასაგებია და თამაშის დროს გაუგებარი ხდება. ესე აი ძალიან უხეში შედარება შეიძლება, მაგრამ რომელ უფრო ძიმე ფორმებს შეიძლება მივაკუთვნოთ, ნარკომანია, კლასიკური გაგებით თუ აზარტომანია? იცით რა არის, საერთოდ ამბობენ, რომ ეს პათოლოგიური გემბლერი უფრო რთული მოსაბრუნებელია ვიდრე ნარკომანი. თუმცა ახლა იცით რა, მე მაინც ოპტიმისტი ვარ, მე არ ვთვლი, რომ შეუძლებელი რამე არის ადამიანისთვის, იმიტომ რომ ადამიანი პიროვნებაა და პიროვნება მეტია ვიდრე ბიოლოგია, ვიდრე გენეტიკა, ვიდრე სოციალური ურთიერთობები და ასე შემდეგ. მან უნდა გადაწყვიტოს, ეს თქვენ ბრძანეთ, უნდა აღიაროს, რომ დაავადებულია და მერე დაიწყოს უკვე სვლა ახალი ქცევითი შაბლონები და პატერნები. ეს მაინტერესებს კიდევ დასასრულისკენ რო წავიყვანოთ ჩვენი საუბარი. რამდენად შედეგიანია ხოლმე ეს მკურნალობა? იცით რა, სხვათა შორის ამას მკურნალობენ ფსიქიატრებიც, ფსიქოთერაპევტებიც. ეს შედეგიანია, სხვა შორის პირველად კლეპტომანებზე იხმარეს ნალტრექსონი, არის ეს საშუალება, რომელიც ამცირებს ლტოლვას. და ადამიანს განცდა შეეძლება, რომ თითქოს მოთხოვნილება დაიკმაყოფილა. ეს კლეპტომანების შემთხვევაში და შემდგომში ცადა სხვა შორის ნარკომანებთან ჩვენი ნარკოლოგები ამ საშუალებას და არა მარტო ამ საშუალებას, სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს ხმარობენ, ანუ წამლებს, მედიკამენტებს და არის ესეთი კვლევები, რომ გემბლერებთანაც ხმარობენ იგივე ნალტრექსონს ან სხვა ანტაგონისტებს, რომლებიც ლტოლვას ამცირებენ და ადამიანს თითქოს აღარ უნდა თითქოს მოთხოვნილება დაკმაყოფილებული აქვს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხა თქვენც ალბათ გიგვით, როგორ შეიძლება წამალი დავლიო და აღარ ვითამაშო, ხო? თითქოს ეს სხვადასხვა შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ესეც საჭიროა. გარდა ამისა, ფსიქოთერაპია, რომ მათ აქვთ აბსოლუტური ვაკუუმი, ეგზისტენციალური. ქაბოტომანია, თვითონ თავისინებით თუ აკითხავენ ხოლმე აზარტომანების ამ მკურნალობას, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი? მე პირადად ჩემთან არავინ მოსულა, მოყავთ ვიღაცებს. ეს არის რაღაცა პირობადებულობა ოჯახში, რომ შენ თუ ამას იზამ, მაშინ მე რაღაცა ვთქვათ, შეგირიგდები, შეიძლება მეუღლე მოთხას ან დედა. იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩამოშლილი ოჯახები, ფინანსურად დაქცეული ოჯახები, გაყიდეს ყველაფერი, ვთქვათ, აღარ არის საშველი, ხა არ არის მაინც და მაინც აუცილებელი რომ კრიმინალში გადავიდეს, როგორც წესი, ხა მე ეგეთ შემთხვევა არ მქონია, რომ თუმცა არის ლიტერატურაში აღწერილი, დიდი ფულის შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ უფრო მეტად თავს იკლავენ, იცით, აი 20%-მდე თვითმკვლელობები არის სწორედ გემბლერების, როდესაც მათ ძალიან დიდი ვალი აქვთ და ვეღარ იხდიან თვითმკვლელობით ამთავრებენ, ძალიან დიდი ნაწილი ფსიქიატრიულშიც და ვთქვათ, სხვა ფსიქიატრიულშიც ხდება, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი და აი დატვირთვა იგივე ფსიქიკისთვის, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი დაახლოებით ერთი კვირის მარაგი რომ ერთ საათში მიიღოს ადამიანმა დანარჩენი პერიოდი იყოს ისე. ესეც ძალიან საინტერესოა, ვთქვათ, მოხდა ადამიანი ფსიქიატრიულში, მას ხომ არ უნელდება ეს ლტოლვა თამაშისაკენ. მაგრამ მას არ აქვს საშუალება რომ იქ ითამაშოს. აი ამ შემთხვევაში უფრო მძიმე ფორმებში არ ვარდება ადამიანი? იცით რა არის? აი იგივე შეიძლება ადამიანი მოხვდეს ციხეში, ან სადმე ესეთ ადგილას, სადაც იგი შეზღუდულია მოქმედებაში. ამ დროს თავის ტვინს აქვს პლასტიურობის უნარი, ადაპტაციური რესურსი აქვს ადამიანს ძალიან დიდი. ირთვება რა ეს ადაპტაციური რესურსი. ანუ იცის რა რომ ვერ ითამაშებს. ამ პირობითაც ვერ მოხვდა ციხეში, გამოვიდა რამდენიმე წლის შემდეგ, ის არ არის აზარტომანი? როგორ არ არის ასაკობრივად? თავიდან იწყებს ამ ყველაფერს. თავიდან დაიწყებს, იმიტომ რომ ის იყო კუპირებული, ასე ვთქვათ, რაღაცა დაბლოკილი იყო და შემდგომში რომ გამოდის, იგი მას ენატრება აი ის დღე, როდესაც შევა და ითამაშებს. ეხლა მე ვლაპარაკობ პათოლოგიურ შემთხვევებზე, ხა არავის შეეშინდეს და იფიქროს, რომ თქვათ ის ვინც ერთხელ ითამაშა ან თუნდაც 5-ჯერ, აუცილებლად დაავადდება და აუცილებლად ვთქვათ, ესე დღეში ჩავარდება, მაგრამ რისკი ძალიან მაღალია. იმიტომ რომ ეს მე წეღან თქვი ეს მითი მუშაობს, რომ თქვამ თუ მოიგო მეც მოვიგებ და უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველას ჩემს მიერ გამოკითხული იქნება თუ ლიტერატურაში რაც არის, თავდაპირველად პირველი 2, 3 და 5 დიდი მოგება ახსოვს. ეს ხო პირადი გამოცდილებაა. მან ზუსტად კარგად ახსოვს, რომ მოიგო და ესე იგი შესაძლებელია კიდე მოიგოს. მე მიმტკიცებენ ხოლმე, რომ
მე ვიცი რომ მოვიგებ რო ვეუბნები არგუმენტი თქვა და შენ თუ კი გადახედავ შენ ცხოვრებას ხომ მეტი გაქვს წაგებული ვიდრე მოგებული რო დათვლის კი მაგრამ აი მე ვიცი რომ ერთხელ მოვიგებ და ის ერთხელ იქნებ დღეს არის ეს საოცარი ლოგიკა აქვს იცით აი ზოგჯერ ძალიან რთულია მათთან საუბარი და მათი რეატრიბუცია და გამკლავება მათ არგუმენტებთან თუმცა თვითონ უნდა აღიაროს რომ არის დაავადებული და შემდგომში არსებობს ისეთი ტექნიკები რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ამ ადამიანმა ახალი ქცევის მოდელების დაისწავლოს ანუ ახალი სცენარი დაუწეროს თავის თავს და ეს აზარტი სხვა კალაპოტში გადაიტანოს რომელი ფორმა უფრო ადვილია ვთქვა თუნდაც ფსიქოლოგისთვის ფსიქიატრისთვის როგორ ხდება ეს თერაპია განკურნება ინდივიდუალურად უფრო ადვილია მათთან მუშაობა თუ რაღაც კოლექტიური სახე. იცით რა, საერთოდ კოლექტიური სახე, როდესაც არის ეს, ყოველთვის ჯობია რომ იყოს ვიღაცა ყოფილი ან მომხმარებელი, ან მოთამაშე, ვინც თავის გამოცდილებას ამას გაუზიარებს. თქვენ თუ გქონიათ ყოფილებთან უკვე შეხება? საერთოდ ეს ქრონიკული დაავადებაა, რო ვთქვათ, ანუ თავისი გამწვავებებით და რემისიებით, როგორც ყველა ქრონიკული დაავადება. მაგრამ როგორ არა რემისია თუ გახანგრძლივდა და შეიძლება მთელი ცხოვრებით გახანგრძლივდეს გამოდის რომ ის ადამიანი რემისია ეს ნიშნავს რომ არანაირი გარანტია არ არსებობს რომ შემდეგ ისევ არ დაიწყებს არანაირი გარანტია არავის არ აქვს მე მგონი საერთოდ და არც ამათ მაგრამ ესეთი გარანტიები არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ კი რემისია ხანგრძლივია ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ შედეგი მიღწეულია იმიტომ რომ ეს არის გამოფხიზლება ხო მართლა გამოფხიზლება ხო არაფერს ვამს თუმცა მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი გემბლერი თან არის ალკოჰოლიკი ეს კი ეს არის ბევრად უფრო დამძიმებული ფორმა ან თან არის ნარკომანი ან 2 ან 3 ფორმა ადიქტური ქცევის ერთშერეულია ერთ ადამიანში ვთქვათ აღარ თამაშობს და ეხა ნარკოტიკზე გადადის მე ნარკოტიკს შეშვება მე ისევ თამაშობს ნუ ერთი სიტყვით მათი დევიზი არის ეს რომ ცხოვრება არის თამაში მაგრამ ჩვენი დრო ამოიწურა პრაქტიკულად თუ გსურთ რამის დამატება, შემიძლია კიდევ დაგითმოთ ორი. უბრალოდ მე მინდა ვთქვა ესეთი, რომ ეს არის რაღაცა ლტოლვა სიამოვნებისკენ, რომელიც ადამიანს და საერთოდ ზოგადად კაცობრიობას ახასიათებს და თვითონ სიამოვნების ტიპი არის ორგვარი, არის პასიური და არის აქტიური. პასიური ეს მუსლად ყოფნის პერიოდში ყველა ჩვენთაგანმა დიდი დოზით მივიღეთ, ხომ, შობლისგან და შემდგომში რომ ვიბადებით უკვე იწყება ყველაფერი უნდა მოიპოვა, ხო, საჭმელის სასმელი, პირობითად ტირილით იქნება თუ რა. და აქტიური და პასიური სიამოვნების შემდგომში მაგალითებია იგივე ტახტზე კოტრიალი, იგივე პლაჟზე წოლა, უმოქმედობა და პირდაპირ შედეგი. რომ რაღაცა, ვთქვათ, ვიოცნებებ და რაღაცა ჩემთან მოვა თავისით და აქტიური არის, ვთქვათ, მთაში სიარული, რაღაცა სპორტი და ასე შემდეგ. და ეს ამას ყველაფერს ანაცვლებენ სხვა აი რაღაცა აი ამ სხვა გზნობების დაქვეითებას იწვევს თქვათ იცით რატომ მე მაგალითად ფეხბურთის მოყვარული ადამიანი ვარ და როდესაც მქონია თქვათ შეხება თუნდაც მათთან ვინც ტოტალიზატორში თამაშობს ადრე სანამ ეს ტოტალიზატორი შემოვიდოდა ესეთი დონით ხო ფეხბურთს უყურებდით და ეს როგორც მე მანიჭებს ფეხბურთის ყურებას სიამოვნებას ისე ანიჭებდა ჩემს ნაცნობებსაც მაგრამ დროთა განმავლობაში ახლა მეუბნებიან რომ იცი რა ვერ ვუყურებ ფეხბურთს მე უბრალოდ ისე ვის მოუგებს თუ არ დავდე ამ კონკრეტულ თამაშს ანუ ფეხბურთის ყურებისგან მიღებული სიამოვნება სადღაც უკანა პლანზე გადავიდა ხო ამ შემთხვევაში და წინა პლანზე წამოვიდა ეს აზარტი ფულის მოგება არა თუ ფეხბურთის საერთოდ ჭამისგან სიამოვნებას მისგან მოსაწინააღმდეგო სქესისგან სიამოვნება ოჯახური ურთიერთობით სიამოვნება ყველაფერი იკარგება საერთოდ სიამოვნების განცდას კარგავს და უკვე მე ეს აი რუსული გამოთქვა ბელკავკალისე აი ესე ტრიალებს აი ბორბალში ეს ადამიანი ვეღარ გამოდის და უკვე მას ეს პროცესიც აღარ სიამოვნებს მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია მან უნდა ითამაშოს და უნდა ითამაშოს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო მარინა კაჭარავა, ფსიქოფიზიოლოგი. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.